რუსეთში სამარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც წლიურად 8 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს გამოიმუშავებს, უკრაინამ დაბომბა. უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ქარხანა რუსეთის არმიას პრემიუმ კლასის საავიაციო საწვავით ამარაგებდა. ენერგოსისტემაზე რუსეთის მუდმივი იერიშების ფონზე უკრაინა გაზს საბერძნეთიდან მიიღებს. მიწოდება იანვრიდან დაიწყება. შესაბამისი შეთანხმება დღეს გაფორმდა. ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა, სადაც ხელისუფლების პირველ პირებს ხვდება. საქართველოს ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ერასმუს პლუსის ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პროგრამის 2026 წლის გზამკვლევში. დოკუმენტის მიხედვით საქართველოში აღარ დაფინანსდება ის პროექტები, რომლებშიც სახელმწიფო უწყებები ან მათთან დაკავშირებული სტრუქტურები მონაწილეობენ. მიზეზად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება სახელდება. მარნეულში ავტოსაგზაოს შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. სოფელ ყიზილაჯლოში ავტომანქანა ქვეით შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მონაკვეთზე საჭირო საგზაო ნიშნები არ დგას, რის გამოც მსგავსი შემთხვევები ხშირია.